შემდეგ ჩვენ თამაშს ქვია ესეთი უცნაური სახელი, უცნაური განვადება. მოკლედ კრედიტ ოფიცერია ბანკში, ჩვენი ნიკოლოზი. სესხის დამტკიცება უნდა მაკას. მოვიდა, ესეთი სცენა გვაქვს. უბრალოდ თავისი სიტყვებით ვერ ლაპარაკობენ. ჩვენ ვეხმარებით ლაპარაკში. აბა! ეს სიტყვები უნდა გამოვიყენო, ხო? აუცილებლად. არა, მაგ სიტყვით ხوار უნდა ვილაპარაკო მხოლოდ რა. არა, გამოიყენოთ, ხო? ერთი ვიტყვით, რომ გამარჯობა რაღაც. თავიდან დაიწყეთ, ჩვენ შემოგაშველებთ სიტყვებს. მაშასე დავიწყეთ. გამარჯობა. გამარჯობა. სესხზე მობრძანდით როგორც ვიცი, ხო? დიახ, სესხზე მობრძანდი და თუ დამტკიცება მინდა თქვენთან ბანკში. კი, შევავსოთ, ნახოთ როგორი პირობისა გაქვთ, ისტორია გაქვთ ისტორია სუბთა მაქვს და გადავამოწმოთ. ხო, ისტორია სუბთა მაქვს. აბსოლუტურად ისეთი ხუთკუნჭულური ისტორია მაქვს, ძალიან სუბთა, ძალიან ისეთი დადებითი გმირის, როგორც ხუთკუნჭულა იყო, აი ესეთი სუბთა და ძალიან კარგი. ეხლა მე რა მაინტერესებს, იცით, აი სესხის ისე ბათქაშის შესაძლებელი. ამხელა თანხად რა, იცით, სარემონტო სამუშაოები. ხო, იმიტომ რომ იქ გიწერიათ რომ სარემონტო სამუშაოებს და ბათქაშის შესაძენად და თანხა ძალიან დიდია. კი, არა, იქ არის უამრავი ისინი კედელია, საგნებია, აი მაგალითად აკვანია, ძალიან ძველი, უძველესი აკვანია და ის აკვანი, აი რომელსაც გახსოვს რომ იპოთეკური სესხი გინდათ აკვის შესაძენა? და აკვანი გვინდა რომ ბათქაშით ესე ძალიან საკაიფო იდეა. ძალიან საკაიფო იდეა. მე რომ ძალიან საკაიფო იდეა. ძალიან საკაიფო იდეა, მაგრამ მე ვერ გეტყვით რომ ამის გამო სესხს მოგცემთ. არა, ნუ კარგი თუ მაგის გამო ნუ მოგცემთ ახლა ჩვენ შეგვიძლია მატყლივ პენტოთ და ვთქვათ ეს აკვანი ასე შევათეთროთ მატყლებით ესე ბათქაშით, ნუ კედელიც, კაი, რაღაცა მოკლედ არა უშავს ამ პრობლემას. ვიზამთ მატყლი. ბათქაშისთვის გინდათ ეს თანხა, ანუ ამით გადაიხდით, მეცხვარე ხართ და ამით დაფარავთ კრედიტს, ფარსავთ? არა, მეცხვარე არა, მატყლი, მაგ ძალიან ბევრი ბებია ჩემი, ქეთო, იგოეთში ძალიან ბევრი ბებია, ცნობილი ბებია. ხო, ბებია მელოტი ქეთო. არა, ეს სხვა ქეთო. არა, ტონჩიანთ ქეთო. თუ ხალბად იქ ტონჩიანთ ქეთოს ვიკი ბატონო. არის იქ მეორე. ხო, თუმცაღა, ეხა ეს სოფელი გუეჩი მატყლის საბნები და რაღაცა პენტოა ძალიან, მაგრამ ასევე ძალიან მინდოდა რომ აი სადმე კუნძულზე დავბადებულიყავი და კუნძული ყოფილიყო ვთქვათ ჩემი სამშობლო, იმიტომ რომ როდესაც კუნძული გააქვს ადამიანს, ხო. იქ ძუნძულით შეიძლება. ხო, იქ კუნძულზე შეიძლება ძუნძულით და აი ეს მატყლი და ბათქაში, აი ბათქაში რა. ხო, შემიძლია ძუნთან ვიძუნძულო და თან ესე ესა შევპენტო ბანკში. თუ ყოფილხართ იგივე, აი ხანგრძლივად სესხზე ჩვენთან რომ მოხვდეთ, ჩვენამდე სხვა ბანკში ხوار ყოფილხართ? არა, იგივე მიზნით არის. არა, თქვენ ხართ. მე გირჩევთ, არის მოტრუკ ბანკი, არაჩვეულებრივი ბანკი. არა, თქვენ ხართ ჩემ მაგ ჟანრზე მუშაობს. ყველაზე, აი თუ გიდათ გამშოლტეთ ახლა. მე სხვა ბანკში ვეწავალ. არა, გამშოლტ. მე სხვა ბანკს არა, გამორიცხულია. ბატკო, მომისმინეთ თქვენ პირველ რიგში ხართ კლიენტი და შემდეგ უკვე კი, ბანკის კლიენტი, ანუ ჩემთვის თქვენ ახლა ხართ? კი, მაგრამ აი მაგალითად აი ამ ბანკთან მიმართებაში ვარ ძალიან ერთგული. აი ბოტოქსი გამიკეთებია ამ კლინიკაში, იმ კლინიკაში, ყველა კლინიკაში, ხო, სხვადასხვა კლინიკაში, მაგრამ ბანკებთან ხართ გალიპლიპებული გეტყობათ რა, გალიპლიპებული ხარ. ხო, ძალიან მეტყობა გალიპლიპება, ხო, აი ბიუსხალტერსაც კი არ ხმარო. ისეთი გალიპლიპებული ვარ, რომ არა, ბიუსხალტერი და მსგავსი უკვე ინტიმური საკითხები, ეს უკვე კრედიტ ინფო გვაქვს ცალკე და იქედან ვიგებთ. არა ვარ თქო გალიპლიპებული, იმიტომ რომ ბუზგალტერსაც არ ხმარობ და შესაძლოა. გალიპლიპებული სულაც არა ვარ. რა კარგი. ხომ არ გინდათ მე როგორც კრედიტ ოფიცერი გავიდე და შემოვიდე როგორც გამშოლტველი ან რაღაცა შევიცვალო ჩემი ფუნქცია, რა ვიცი. არა, თავარია, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მჭირდება სესხი. იცით რა, თქვენ ეხლა მე ნახე თქვენი ისტორია ახლა ფურცელში წერია, რომ თქვენ აქამდე გაქვთ სესხი აღებული, რომელიც დასაფარი გაქვთ და ეს სესხი აიღეთ, ესე იგი უნიკალური ხეჭეჭურის ნერგების შესაძენად.
ეს იგოეთში. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც ცეცხლი ბანკიდან აიღო ხეჭეჭურის ნერგების შესაძენად და ახლა მოდიხართ ჩემთან, რომ ბათქაშით შეზელილი აკუნის რემონტის გასაკეთებლად გიდათ ფული მატყლით, რომელსაც მატყლის პენტვა და აშკარად ეხა მე რაღაცა ხათაბალაში ვეხვევი მე მგონი. არა, მე ვფიქრობ, რომ აიღებთ. ხო, მაგრამ იმედია რომ არ გავეხვევი რაიმე ხო ხათაბალაში ისე ბავშვობაში მე გეუბნებ, როდესაც მოდიხართ კრედიტის სასაღებად, საერთოდ ჯობია იქამდე იფიქროთ ან კონსულტაცია გაიგოთ, ჯობია მოსვლას და ხათაბალაში გახვევას, მოხვიდეთ ფარშემანგებით კუდი გააშალოთ, რაღაც თქვენ საქმეო საქმეებზე ისაუბროთ, ვთქვათ თანხა რამდენი გაქვთ, რას გადაიხდით, შემოსავალი რამდენი გაქვთ. არა, მე მესმის რომ შეიძლება თქვენ ახლა ცოტა არასერიოზულად გეჩვენებით, რაღაცა ფიქრობთ. არა, არასერიოზულად არ მეჩვენებით, ფიქრობ რომ სრული გიჟი განდებით, სრული გიჟი მგონი ხარ, როგორც კრედიტ ოფიცერი პირდაპირ გეუბნებით. არა, ნამდვილად ესე არ არის, კარგად მაქვს მოჭრილი დილით. ან ჭანჭიკები გაქვთ მოსაჭერი, ან გალეშილი ხართ, ან არ ვიცი, სრული გიჟი ხართ. იცით რა, ნუ ატრაკებთ რა, მომეცით ცეცხლი ძალიან. ნუ მთხოვთ ეხლა რომ მე არ გავატრაკო, ეს ჩემი პირველი მოთხოვნაა კრედიტ ოფიცერს, რომ მე უნდა გავატრაკო, გატრაკების გარეშე ცეცხლს ვერ დაგიმტკიცო. კი და მეც უნდა გავატრაკო, რომ დამიმტკიცოთ ცეცხლი და ამიტომ მე მგონი ჯერჯერობით ერთად გავატრაკოთ. ერთადერთი რაც შემიძლია, მხოლოდ გაგიტრაკოთ, იმიტომ რომ ცეცხლზე უარი გაქვთ უკვე. არა, თქვენ არ მხოლოდ შემიძლია გაგიტრაკოთ. უცნობი დიალოგი ქონდა. ბრავო! ბაჭარი გოგო, რატო არ დაუმტკიცე? რატო არ დაუმტკიცე? ბიჭო, ისეთი ისტორია ამომიგდო. ისეთი ამბავი ამომიგდო ძმაო, რომ ცეცხლს ვერაფრით ვერ მივცემდი, რა ვქნა. ეგეც არის. თან უარი მომეცი იქ. აო, ეხა მუტრუგ ბანკში და გააკეთებს. და ფანტასტიკურად ჩავატარეთ ეს თამაშიც, მე მგონი აპლოდისმენტების ღირსია ეს ყველაფერი.